არჩევნებამდე 2 დღით ადრე პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას აჯამებენ. ბოლო შეხვედრებს მართავენ ამომრჩეველთან ალიანსის, ქრისტიან-დემოკრატების, ეროვნული საბჭოს, სახალხო დემოკრატების პარტია, სოლიდარობისა და მომავალი საქართველოს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ეკა კობალიანი გიამბობთ. წინასაარჩევნო კამპანიას აჯამებენ და კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრებს მართავენ ალიანსის საქართველოსათვის ლიდერები და მაჟორიტარობის კანდიდატები. სალომე ზურაბიშვილი არჭალის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად კონიაკის დასახლებაში ცხოვრებ დევნილებს შეხვდა და საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა. პარტიაში შესული მოსახლეობის წერილები პლაკატებზე გადაიტანა და თბილისის მერიაში მიიტანა დღეს თინა ხიდაშელმა. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ 31 მაისიდან მერიას ახალი ადმინისტრაცია ეყოლება, რომელიც მსგავს წერილებზე რეაგირებას მოახდენს. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოკვეთილი პრობლემები შეაჯამა დღეს ფიქრია ჩიხრაძემ. მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია კი ალიანსის სხვა ლიდერებთან ერთად ექიმებს შეხვდა. ინოსახში ფილმის ჩვენებაც გაიმართა, რომელიც 100 საავადმყოფოს პროექტის წარუმატებლობა შეეხებოდა. ალასანიამ ექიმებს ჯანდაცვასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული პროგრამა დღეს კიდევ ერთხელ გააცნო. 80%-ისთვის ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვა დღეს არის ხელმიუწვდომელი. ძალიან რთულ მდგომარეობაში არის თვითონ სამედიცინო პერსონალი. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, სწორედ ამაზე სასაუბროთ ჩვენ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან გვექნება საუბარი, გავაცნობთ კიდევ ერთხელ ჩვენ როგორი ხედვა გვაქვს მუნიციპალური დონიდან რა უნდა გაკეთდეს პირველადი ჯანდაცვის ორგანიზებაზე და შემდეგ მთლიანად ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის ორგანიზება როგორ უნდა წავიდეს წარმატებულად. დღეს მთავრობა ცდილობს ყურადღებას სხვა თემაზე გადაიტანოს, უკვე სადაზღვევო კომპანიების ტენდერები, ახალი ჰოსპიტალების მშენებლობა და არ აგოს პასუხი იმ დანაშაულზე, რაც იქნა ჩადენილი ამ საავადმყოფოების განიავებით, იმ ფონზე, როდესაც არაფერი არ შეიქმნა, არაფერი არ აშენდა და ეს ყველაფერი ხელს ჩაუვარდა, თქვათ, ფარმაცევტულ კომპანიებს და არც თუ სერიოზულ სხვა დანარჩენ ორგანიზაციებს. დღეს როგორც ვიცი, იგეგმება იმ ფილმის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება სწორედ აი ამ ჰოსპიტალურ რეფორმას, ამ 100 საავადმყოფოს რეფორმას, რომელიც ესეთი ფიასკოთი დასრულდა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა წინასაარჩევნო კამპანია დღეს ფილარმონიაში შეაჯამეს. თბილისის ფორუმის სახელწოდების შეხვედრაში მონაწილეობა მოძრაობის ყველა რაიონულმა ორგანიზაციამ და მერობისა და საკრებულოს წევრობის ყველა კანდიდატმა მიიღო. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა ფილარმონიაში შეკრებილებს კიდევ ერთხელ აუხსნეს, რომ დასაქმებასა და დაბალ ტარიფებთან დაკავშირებული დაპირება რეალურია და არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში გადასახადები სექტემბრისთვის შემცირდება. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას დადებითად აფასებენ და ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ და ოპოზიციასაც. მათი განცხადებით 21 საუკუნეში ხალხი ხმას არა პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ კონკრეტულ საარჩევნო პროგრამას უნდა აძლევდეს. ქრისტიან-დემოკრატები მოსახლეობას საარჩევნო აქტიურობისაკენ მოუწოდებენ. შემდგება ფილმრეალობის წინაშე, როცა ადამიანებს არ აქვს საჭმელი, როცა ადამიანებს არ აქვს ხელფასი, როცა ადამიანებს არ აქვს სამუშაო ადგილი, როცა ადამიანებს არ აქვს პენსია, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ ასწავლონ საკუთარ შვილებს, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ მივიდნენ ექიმთან, როცა ადამიანებს შეათ, როცა ადამიანებს ყურიათ, როცა ადამიანებს არ აქვს იმედი ხვალენდელთვის და ეს ხდება 21 საუკუნის საქართველოში. შეუძლებელი ამის არ დაძლევა და ამ პასუხისმგებლობის არ გაძლევა იქნება თითოეული ჩვენგანის უდიდესი სირცხვილი. საქართველოს გვერდით ის დროა პრეზიდენტი სააკაშვილი მთელი თავისი მთავრობის წევრებისთვის აშენებდეს ასევე სხვა მუზეუმს, სადაც დღევანდელი ქართული პოლიტიკური დინოზავრები, მათ შორის სააკაშვილი და მისი მთავრობის წევრები განთავსდებიან. 30 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიაში არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებენ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ თავისუფალ საქართველოში. ამ თაობის ასაშენებელია ეს ქვეყანა და ჩვენ ვიქნებით ის ხიდი, რომელიც ამ თაობას საქართველოს წარსულთან და მომავალთან დააკავშირებს. თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა გდანში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. დასახლებაში, სადაც 1200 ადამიანი ცხოვრობს, წლების განმავლობაში წყლისა და კომუნიკაციების სისტემაა მოუწესრიგებელი. დატბორილია სახლის სარდაფი. დევნილებს არც ბუნებრივი აირი აქვს და არც ინდივიდუალური მრიცხველები. გიგი უგულავა აცხადებს, რომ დევნილებიც თბილისელები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. დღესვე მერობის კანდიდატი ძველ თბილისში ყველაზე ავარიული სახლის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პროექტ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ფარგლებში მონაწილეობა შესთავაზა. ბევრი პრობლემაა ჯერ კიდევ ბევრი. მივხვდით იმისა, რომ ცვლილებებიც არის კარგი, მაგრამ
ბევრი ნორმალური სტანდარტია. შენი გაზის მრიცხველი და გაზი რო გაქვს, ზამთარში აღარ გეშინია. ძალიან საშველი იქნება ამ მოსახლეობისთვის გაზი. ფეჩებზე ვარ ზამთარში. ხო ვიცი და თან სახიფათოა თან ეს შეშა ბევრი პრობლემაა. წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამებამდე ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატი დღეს დილიდან მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ზვია ძიძიგური გლდანის რაიონის ამომრჩევლის პრობლემებს კიდევ ერთხელ გაეცნო. მერობის კანდიდატი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გლდანის ნაგავსაყრელის სასწრაფოდ გაუქმების, მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარების და მათი დასაქმების პირობას იძლევა. ზვია ძიძიგურმა დღესვე დასაქმებასა და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე ორიენტირებული პროგრამა ჩუღურეთის მოსახლეობას გააცნო. ის ამ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ანაკლის ქუჩაზე მივიდა და შეკრებილებს არჩევნებში მისი მონაწილეობის მთავარ მიზანზეც ესაუბრა. ბიუჯეტი იქნება ხალხის, ხელისუფლება იქნება ხალხისთვის და მორჩება ამ ქალაქში ფულების ხარჯვა და ფანტვა სააკაშვილის შეხედულებების მიხედვით ჩუშის ხიდებზე, მემორიალებზე, საახალწლო ღონისძიებებზე, შაკირებზე, კუტუნიოებზე, რუსლანებზე და ასე შემდეგ. ეს ფული იქნება თქვენი და დაიხარჯება თქვენთვის. ამიტომ ჩვენ ყველა ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ქუდზე ქალიც უნდა გამოვიდეს და უნდა შევცვალოთ ერთად ეს ხელისუფლება. კატასტროფის წინაშე არის გლდანი, ნაგავსაყრელიდან წამოსული მტვერი, ის ჰაერი, რომელიც მოდის წამლავს ბავშვებს. პირველი გადასარჩენია პირველად გლდანი და უნდა დაიხუროს სასწრაფოდ სარკოფაგში უნდა ჩადგეს ნაგავსაყრელი. უამრავი პრობლემა აქვს, მისასვლელი გზები არა აქვს. მოსახლეობას, დანის მოსახლეობას ვეუბნები, აირჩიოს ამ ბოლიჩი მჯდარი სააკაშვილი, ანდა მისი კეთილდღეობა, რომ ნორმალურად მივიდნენ სახლში და ნორმალურად იცხოვრონ ამ ქვეყანაში. დიდი დიღმის მოსახლეობა შეხვდა დღეს სახალხო დემოკრატების მერობის კანდიდატი. ჰიკა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ უბნის ძირითადი პრობლემები, მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობის სისტემა, დაზიანებული გზები, უმუშევრობა მისთვის კარგად არის ცნობილი. მერობის კანდიდატმა დღესვე წინასაარჩევნო შეხვედრებისას გამოკვეთილი პრობლემები შეაჯამა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას მათ მოგვარებას დაპირდა. ზიურში მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა სახალხო დემოკრატების ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა. დავით ჭელიძე აცხადებს, რომ თუ იქ სამშენებლო სამუშაოები არ შეწყდა, მოსახლეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება. არც ერთი ნაბიჯი ამ ხელისუფლებამ თავის ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანების არ გადადგა. ის ფასადური მიდგომები, ფასადების გალამაზება, შუშის ხიდები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კარგია ქალაქის იერსახის მოწესრიგება, მაგრამ იმის ფონზე, რომ აქ მაცხოვრებელი ჩვენი თანამოქალაქეები უნდა რაღაც ელემენტარული ყოფითი პირობები შეუქმნოდა. მე ვარ წმუნებ ჩემ ამომრჩეველს, რომ თუ თბილისი და თბილისელები მეამირჩევენ მერად, მთელი ქალაქის ხელმძღვანელობა, ქალაქის მთავრობა და ქალაქის ბიუჯეტი იქნება მომართული ხალხის კეთილდღეობისთვის. დღევანდელი აქცია შეეხება ზიურს, რომელიც არის ვაკის რაიონში მდებარეობს. ჩვენ სულ ვაპროტესტებთ იმ მდგომარეობას, რაც სკვერებში და პარკებშია, კონკრეტულად ვაკის რაიონში. ეს არის ვაკის პარკი, ეს არის ველეს ხეობა და ამ შემთხვევაში არის ზიური, რომელიც იყო ნოდარ დუმბაძის პროექტი ბავშვების ქალაქის და სამწუხაროდ ძალიან ცოტა დარჩა უკვე ამ ბავშვების ქალაქისგან. პარტია სოლიდარობის მერობის კანდიდატი თამაზ ვაშაძე მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ლეონიძის ქუჩის მოსახლეობა შეხვდა. შეკრებილების ძირითადი პრობლემა ავარიული სახლებია, რომელიც მიწისძვრის დროს დაზიანდა და მას შემდეგ არ შეკეთებულა. თამაზ ვაშაძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას დაზიანებული სახლების შეკეთებას დაპირდა. დღესვე პარტია სოლიდარობის ლიდერებმა ფონიჭალაში ჩასახლებულ უსინათლოებთან გამართეს შეხვედრა. თამაზ ვაშაძის თანაგუნდელები მათ მუნიციპალური ცენტრის შექმნას დაპირდნენ, სადაც უსინათლოებს დაასაქმებენ. აუცილებლად აქ უნდა აშენდეს სახლი, იგივე რაც არის არქიტექტურა, ფასადი უნდა შეუნარჩუნდეს და შეიძლება სიმაღლე მოემატოს. ეს არის არქიტექტორების გადასაწყვეტი, მაგრამ ეს პრობლემა არის გადასაწყვეტი. მე გამარჯვების შემთხვევაში ელვისის რავით ხაღალდებს კი არ დავაძერიებ, ამათ უცებ გავუკეთებ ყველაფერს. არავითარი ხალხი არ უნდა გააწამო, მოდი, ვნახოთ, განვიხილავთ, არავითარი განხილულია უკვე იქცევა სახლი და ამიტომ ეს უნდა გაკეთდეს ასე. უნდა შეიქმნას მუნიციპალური პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვალიდების დასაქმებას, ინვალიდების რეაბილიტაციას და მათ სოციალურ ადაპტაციას მთელ საზოგადოებასთან. ესეთ შეიძლება იყოს გარკვეული წარმოებაც გაიხსნას, რომელსაც ხელს შეუწყობს ქალაქის თბილისის მერია, სადაც იმუშავებენ ასე ვთქვათ ინვალიდები
და რომელთა ადაპტაციაც მოხდება საზოგადოებასთან და მათი პროდუქციის რეალიზაციასაც ხეს შეუწყობს სახელმწიფო ასევე. საარჩევნო კამპანია შეაჯამა დღეს მომავალი საქართველოსათვის მერობის კანდიდატმა. გიორგი ლაღიძემ ყველა ის ძირითადი პრობლემა ჩამოთვალა, რის შესახებაც ინფორმაცია მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მიიღო. მერობის კანდიდატის განცხადებით არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დასაქმებაზე, ჯანდაცვასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე გაამახვილებს ყურადღებას. გიორგი ლაღიძემ მოსახლეობას საარჩევნო აქტიურობისკენაც მოუწოდა. მე მინდა მოუწოდო თქვენი მეშვეობით დედაქალაქის მოსახლეობას მივიდნენ ისინი არჩევნებზე საარჩევნო კაბინაში არ არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა და მისცენ ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს. აუცილებელია იყოს საზოგადოება აქტიური და დედაქალაქში განხორციელდება ცვლილებები, რაც აუცილებლად დასრულდება დღევანდელი ხელისუფლების შეცვლით. მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის 2 დღე რჩებათ.